სქემებში არ ყოფილი ვარ ჩართული, ხელისუფლებაში არც ერთ დღე არ მიმუშავია, არც ერთ თანამდებობაზე და თუ რაიმე წარმატება მქონდა ფინანსური, ეს იყო ჩემი კერძო საქმიანობით, ბიზნესით და არა ბატონი ნოღაიდელებით ხელისუფლებაში ყოფილით. მაგრამ მე არ ვაპირებ რაღაცა ეხლა აი ამ ურთიერთბრალდებებით პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, უბრალოდ მე ვთხოვ ამ ადამიანებს, რომ თუ რაიმე შეუძლიათ შესთავაზონ საზოგადოებას და ამორჩეველს შესთავაზონ, მიიღონ მხარდაჭერა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკუთარ წარუმატებლობას ნუ გაამართლებენ სხვაზე თავდასხმით და სხვისთვის გადაბრალებით, იმიტომ რომ ჩვენ ახალ მემარჯვენეებს გვაქვს ჩვენი ისტორია და ეს ისტორია უკავშირდება მუდმივად ოპოზიციურ საქმიანობას, უკავშირდება დღიდან ამ ხელისუფლების მოსვლისა ძალაუფლებაში, მათ უმწვავეს ოპონირებას და მე არ მახსენდება ასეთი მწვავე საკითხი ეკა, როდესაც ახალი მემარჯვენეები არიყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. ეს იყო სასამართლო პროცესები, ეს არის გახმაურებული მკვლელობები, ეს იყო ის დანაშაულებრივი რეფორმები, პრივატიზაციები, ომი თუ ნებისმიერი ის თემა, როდესაც ბევრი ან ხელისუფლებაში იყო, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აგრესიულია და იმ ხელისუფლებას იცავდა და მის თანამონაწილე იყო ამ გადაწყვეტილებების. ან და უბრალოდ ხმას არ იღებდა და იყო ჩირგვებში. ასე რომ მიგაჩნიათ რომ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, არ მიიღო იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ხალხის მხარდაჭერა არ ქონდათ? მოდით გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. ბევრმა სწორედ არიდა თავი არჩევნებს, ამას ვერ ვიტყვი ალბათ ლეიბორისტებზე, იმიტომ რომ რეალურად არ წარმოჩენილი იყო ის სურათი, რაც არსებობს და მათი რეიტინგი არ დაფიქსირებულიყო თუ როგორია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად ბერკეტები, ძალა, დაშინება და ამით მან ალბათ 10-15%-ით გაიუმჯობესა მდგომარეობა. მაგრამ მეტნაკლებად ჩვენ ვნახეთ სურათი, როგორია გადანაწილება, განსაკუთრებით თბილისში, რეგიონებში დამახინჯება ბევრად მეტი იყო, კონტროლის საშუალება ბევრად ნაკლები, მაგრამ თბილისში დამოკიდებულება განწყობა საზოგადოებისად მეტნაკლებად გამოჩნდა. სწორედ პოლიტიკურმა ძალებმა და ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი თავი შემოვინახოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, თავი შემოვინახოთ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რაღაც ვირტუალური რეიტინგი შევინარჩუნოთ. ამიტომ ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათი უფლებაა, მე ნამდვილად არ ვაკრიტიკებ და ყველას შეუძლია ისარგებლოს არჩევნებში არ მონაწილეობით, ისარგებლოს ბოიკოტის უფლებით, მაგრამ მოდით ნუ დავესხმებით თავს ხევს, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც არის ერთადერთი ფორმა პოლიტიკური აქტივობისა და ხელისუფლების თუ გულისხმობთ იმ ძალებში, ვიზეს თქვენ ამბობთ, რომ მათ არ ექნებოდათ მოსახლეობის მხარდაჭერა, მაგალითად სანიკიძეს, ან თუნდაც ლევან გაჩეჩილაძეს. როგორ ფიქრობთ, არც მათ ექნებოდათ ხალხი? მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, მხარდაჭერის ქონა არ ქონა არის ერთი და მეორეა გამარჯვება. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ დღეს მე ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს როგორც რეიტინგებს, სოციოლოგიურ კვლევებს, ისე მე არჩევნების შემდგომი ანალიზი გაკეთდა. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს მოლოდინი გუბასანიკიძისგან ბევრად მეტია, ვიდრე შეიძლება მას ხმები მიეღო. ლევან გაჩეჩილაძესაც აქვს დღეს ჯერ კიდევ ის აურა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა იგივე თბილისში, ვიდრე დღეს შეეძლო მას ეს მიეღო. ამიტომ შეიძლება ამ პოლიტიკოსებისგან თავის არიდება სწორი ტაქტიკური სვლა იყო დღეს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ისევ აქტუალიზაცია მოხდეს მათი რეიტინგის. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თელმა რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მონაწილეობა, რეალური მანიფესტაცია მათი რეიტინგისა და თავი არიდეს ამ არჩევნებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უნდა თავისიარმონაწილეობა სხვაზე გადაბრალებით, სხვის დადანაშაულებით გაამართლონ. ეს არასწორია ქართულ პოლიტიკაში, ნუ დავნერგავთ ამას და ყველას აქვს თავისი ქმედების და თავისი გეგმის რეალიზაციის უფლება და საშუალება. მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვენახა განწყობები საზოგადოებისა. გვენახა რა ხდება და დავფიქრებული ყავით. ეს იყო ძალიან დიდი ძალისხმევით მიღწეული არჩევნები, რომლისგანაც რამდენადაც მე მახსოვს ოპოზიცია უფრო მეტ ცელოდა, ვიდრე მიიღო.
ეს იყო რიგგარეში არჩევნები, რომლებიც ჩვენ არავის არ გვითხოვია ადგილობრივი არჩევნების გადმოწევა, ეკა და არანაირი მოთხოვნა არავის არ ყოფილა, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაგვიტარეთ 6 თვით ადრე. ეს იყო თქვენ პირადად თქვენს ძალას გულისხმობთ ახალ მემარჯვენეებს? არც ერთ ძალას მე ვერ ვიხსენებ, ვინმეს მოეთხოვოს, რომ გადმოეწიათ ადგილობრივი არჩევნები. მაგრამ ეს იყო დათმობა ხელისუფლების მხრიდან იმ კუჩის აქციებზე, რომელშიც არავის ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვითხოვდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ მაშინ რატომ დათანხმდა ოპოზიცია ამ შემოთავაზებაზე? თუ მათ სურვილი არ იყო. ნაწილი დათანხმდა, ნაწილი არ დათანხმდა. ჩვენ თქვით, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ჩვენ დავიწყოთ ცვლილებები, შევცვალოთ ის პოლიტიკური რეალობა, რაშიც გვიწევს ცხოვრება. მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ თავის მხრივ ალიანსი არ იყო თანმიმდევრული დღიდან გამოცხადების, ანუ სექტემბრიდან 30 მაისამდე თავის ქმედებებში და ამავე დროს საზოგადოებამ მუდმივად საზოგადოება ხედავდა, ისმენდა სხვადასხვა ოპოზიციური ძალებიდან თავდასხმას იმაზე, რომ არ გის არჩევნებში მონაწილეობა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, მე არ მინდა ვინმეს გადავაბრალო, როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთებთ, ნახეთ, რომ აქტივობა იყო ძალიან მაღალი, თითქმის ისეთი, როგორც იყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ მოვიდა 497,000 ამომრჩეველი თბილისში, ეხლა მოვიდა 475,000. ეს აქტივობა იყო უფრო მეტი, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ აქტივობა იყო ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს და არ იყო ოპოზიციის მხარეს. ანუ ოპოზიციური ამომრჩეველი დარჩა მაინც პასიური, დარჩა უიმედო და ძირითადად იყო ძალიან მობილიზებული, ძალიან აქტიური ხელისუფლების მხარდამჭერი და ის ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელმაც გადაწყვიტა ხელისუფლების მხარდამჭერი. მოდით, ამაზეც უნდა ვისაუბროთ, ამაზეც უნდა დავსვათ შეკითხვები, რამ განაპირობა ეს? რატო ვერ მოვახერხეთ ჩვენ მეტი ნდობის მოპოვება, რატო არის დღეს საზოგადოება ამომრჩეველი ასეთი იმედგაცრუებული? იმიტომ რომ მარტო იმაზე საუბარი, რომ აი რა სასაშინელი პირობებია და რაც უდია ხელისუფლება ან ვიღაცამ რო არ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ არ შედგა, ეს მე მგონი რაღაც სირაქლემას პოზიციაში დგომას უპროგრამს. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ვისაუბრებთ. წავიყვან ამ თემისკენ ჩვენ საუბარს. პირველ რიგში მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ კი ახალი მემარჯვენეები არ იქნებოდნენ ალიანსის წევრი. როგორ ფიქრობთ, იქნებოდა თქვენი შედეგი უკეთესი თუ უარესი? თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი მინდა სარეკლამო ბლოკის შემდეგ მივიღო, გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია დავით გამყველიძე. ბატონო დავით, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას მაყურებლისთვის, რომელიც არ უყურებდა აქამდე გადაცემას. მაინტერესებს თქვენ როგორ აფასებთ თქვენ შანსებს, როგორი იქნებოდა გამარჯვების შანსი იმ შემთხვევაში, თუ ახალი მემარჯვენეები იქნებოდნენ ცალკე და არა როგორც ალიანსის წევრი? სოციალურ კარგი კითხვა, იმიტომ რომ გარკვეულწილად საზოგადოებამ არასწორი შეფასება მიცა ჩვენი და იგივე რესპუბლიკელების ნაბიჯს ერთობისკენ, გაერთიანებისკენ, ალიანსის ჩამოყალიბებისკენ და მე ხშირად მესმოდა ექსპერტებისგანაც, ჟურნალისტებისგანაც, რომ იცით, აი სუსტმა პარტიებმა, სწორედ პოპულარული ლიდერის მეშვეობით გადაწყვიტეს საკუთარი თავის გადარჩენა, გარკვეულწილად სისუსტედ ჩაგვითვალეს, პარტიულ სისუსტედ. რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ გაკეთებულა ამის გამო, გარწმუნებთ რომ ახალი მემარჯვენეები არავის დახმარებას არ საჭიროებდით, ეს არის იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სტრუქტურირებული, სერიოზული ლიდერების მქონე, არიან ლიდერები წარმოდგენილი საკმაოდ უხვად, პოპულარული ადამიანები, ძალიან სერიოზული საერთაშორისო აღიარების მქონე პოლიტიკური პარტია და სერიოზული გამოცდილების მქონე პარტია. მაგრამ ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ საქართველოში გარკვეულწილად ტენდენცია ჩამოგვეყალიბებინა ინტეგრაციისა, გამსხვილებისა, რომ ნელ-ნელა მივსულიყავით ჩვენ იმ პოლიტიკურ სტრუქტურამდე, როდესაც იქნებოდა პოლიტიკა 3-4 ძირითადი პარტიის წასარბა. ანუ დავით, თქვენი შანსი არ გაზრდილა ალიანსის წევრობით, როგორ ვთქვათ? ცით ძნელი საკითხავია, პრაქტიკულად დღეს იგივე თბილისის საკრებულოში ახალი მემარჯვენეები მხოლოდ დავით საგანელიძით არის წარმოდგენილი. ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში არ ვიცით რამდენი იქნებოდა და მე ვფიქრობ, რომ ერთზე ნაკლები ნამდვილად არ იქნებოდა, თუ მეტი არა. ასევე იმის თქმა, რომ ჩვენ მერის არჩევნებში კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ნამდვილად არ შეიძლება, მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ახალ მემარჯვენეს ნამდვილად არ გვედგა.
სამწუხაროდ ეს ცდელობა არასწორად იქნა გაგებული საზოგადოების მიერ და ეს პროექტი არ გამოვიდა, რომელიც იდეაში ჩემთვის იყო პროექტი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც ევროპული ტიპის უფრო ესეთი მსხვილი პარტია შეგვექმნა, სადაც იქნებოდა როგორც კონსერვატული იდეები, ანუ ახალი მემარჯვენეების მიერ წარმოდგენილი იდეები, ამავე დროს